მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ უგემრიელესი შოკოლადის ტორტი. მანამდე კი ნახეთ შინაურულის რეცეპტები, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ არხზე. უშოკოლადესი, უმარტივესი და ძალიან გემრიელი შოკოლადის მოყვარულთათვის. მაშასე დავიწყოთ ამ უგემრიელესი ტორტის მომზადება. პირველ რიგში 2 ცალ კვერცხს დავამატოთ მწიკვი მარილი. აქვე დავამატოთ 250 გრამი შაქარი და 250 მილილიტრი რძე და დავასხათ 100 მილილიტრი ზეთიც. 3 სუფრის კოვზი კაკაოც აქვე ჩავამატოთ, ხოლო 320 გრამ ქვილს სავურიოთ 1 ჩაის კოვზი სოდა და შემდეგ დავამატოთ უკვე მომზადებულ ინგრედიენტებს. ყველაფერი მიქსერის საშუალებით კარგად ავთქვიფოთ და მივიღებთ უგემრიელესი შოკოლადის ბისკვიტის საუკეთესო ცომს, რომელიც არა მარტო ამ ტორტში გამოგადგებათ. აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ ცომის სისქეს და კონსისტენციას, რადგანაც ფქვილი სხვადასხვა წებოვნებისაა და ცომი გვჭირდება ზუსტად ამ სისქის, რომ გამოვიდეს ფუმფულა და უგემრიელესი შოკოლადის ბისკვიტი, რომელიც გადავანაწილოთ საცხო ფირფიტაზე, რომლის ზომაც არის 30-40-ზე. უგემრიელესი შოკოლადის ბისკვიტი უკვე გამოცხვა, რომელიც გავაცივოთ, მანამ მოვამზადოთ კრემი. 500 მლ რძეში ჩავამატოთ 250 გრამი შაქარი. აქვე დავამატოთ 5 სუფრის კოვზი ფქვილი და 3 სუფრის კოვზი კაკაო და კარგად ავურიოთ კაკაოსა და ფქვილის სრულ გახსნამდე. მიღებული მასა დავადგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მოვხაშოთ შოკოლადის კრემის ფაფა, რომელიც აი ასე წამოდუხდება, შემდეგ კარგად ჩასქელდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცხელსვე დავამატოთ 100 გრამი შოკოლადი. სანამ შოკოლადი კარგად არ ჩადნება და არ გახდება ერთგვაროვანი მასა. როცა შოკოლადი ფაფაში კარგად აირევა, დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით, რომ თანაბარი სტრუქტურის კრემი მივიღოთ. შემდეგ ამ მასაში დავამატოთ 100 გრამი კარაქი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს 82%-იანი და კარგად ავურიოთ ისევ ხელის ბლენდერის საშუალებით და უგემრიელესი კრემიც მზად არის. ჩვენი ბისკვიტი უკვე გაცივდა, რომელიც გავყოთ 4 ტოლ ნაწილად. შემდეგ სათითაოდ დავნამოთ. მე დავნამე კაპუჩინოთი, თუმცა შეგიძლიათ მხოლოდ რძითაც დანამოთ. შემდეგ თითოეულ ბისკვიტს ბლომად კრემი წაუსვათ, რომ შოკოლადის ტორტი მართლა მეგა შოკოლადის იყოს და სათითაოდ დაკრემვის შემდეგ ზემოდანაც სქლად გადაუსვათ კრემი და ბოლო აკორდად ზემოდად მოვასხათ გამდნარი შოკოლადი, რომელიც კიდევ უფრო გააგემრიელებს ამ უგემრიელეს ტორტს. მართლაც საოცრად გემრიელი, ნაზი სტრუქტურის და უშოკოლადესი ტორტი გამოდის, ამიტომ აუცილებლად უნდა მოამზადოთ და დააგემოვნოთ. ამ არაჩვეულებრივი დესერტის გარდა შინაურულზე არის უამრავი შოკოლადის დესერტი, მათ შორის ყველასთვის საყვარელი ყარაყუმის რეცეპტიც, რომელთაც ნახავთ ალბომში ტორტები და ნამცხრები. დღეს სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა, რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.